პოლიტიკური ჯგუფის ხალხის ძალის ლიდერები კახეთის რეგიონს ეწვივნენ. თელავში მათ შეხვედრა გამართეს რეგიონის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში ხალხის ძალის ფრაქციების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე ფრაქციების წევრებმა მუნიციპალიტეტებში არსებული ვითარება, შესაძლებლობები და გამოწვევები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თელავში 12 ივლისს მომხდარი სტიქიის შემდეგ მიმდინარე სამუშაოებს. ასევე ლიდერებმა და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პარტიის სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. ჩვენ ხვდებით როგორც ჩვენს წარმომადგენლებს თითოეულ მუნიციპალიტეტში ისე შეხვედრები გვაქვს ხალხთან, ხალხის პრობლემებზე ვსაუბრობთ. ძალიან დიდი ძალაა, რომ ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა საკრებულოში ჩვენ გვყავთ ფრაქცია და რაც ყველაზე მთავარია, თითოეულ ფრაქციაში არიან წარმოდგენილი ძალიან დაფასებული და ღირსეული ადამიანები, რომლებსაც ისნობს ადგილობრივი მოსახლეობა, რომლებსაც პატივს სცემენ და ეს დიდი ძალაა სამომავლო ჩვენი გეგმებისთვის. ვსჯელობთ როგორც პარტიის სამომავლო ამოცანებზე, ისე ვსჯელობთ იმაზე, თუ რა სჭირდება რეგიონს, რა შეგვიძლია დავეხმაროთ, რა შეგვიძლია ამოვუდგეთ ხარში, განსაკუთრებით ახლა თელავში ვართ და თელავში ძალიან მნიშვნელოვანი არის იმ სტიქიის შედეგების აღმოფხვრა როგორ მიდის, ამაზე არა მხოლოდ ფრაქციის წევრებთან, არამედ სამხარეო რწმუნებულთანაც ჰქონდა ლაპარაკი და განვიხილეთ ის გეგმები, მით უმეტეს რომ ჩვენი ფრაქციის წევრებს ჰქონდათ თავისი წუხილები ამასთან დაკავშირებით და ეს ჩვენი ცდილობა არის რომ ის გეგმები სასახული იყოს მთლიან რეაბილიტაციის გეგმაში, რაც კეთდება ამ წუთში თელავში. ვისაუბრეთ ჩვენი პარტიის ხელმძღვანელობასთან, გავიარეთ მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ასევე ჩვენი პარტიის სამომავლო გეგმები, როგორც მოგეხსენებათ თელავში ცოტა ხნის წინ იყო სტიქია. სტიქიის მიმდინარე პროცესები მიმდინარეობაზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ჩავაყენეთ საქმის გულში ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და მათი მხრიდან სრული მხარდაჭერა იქნა გამოხატული როგორც ადგილობრივ დონეზე, ასევე მთლიანი მუნიციპალიტეტში.